გამარჯობა მეგობრებო. დღეს არაფრის გადაღებას არ ვაპირებდი. უბრალოდ დაგეგმილი არ მქონია, მაგრამ გამოსვლის წინ რატობაც კამერა მაინც ჩავაგდე ჩანთაში. მინდა რომ შენიშნოთ ჩემი ახალი ფჭხილები, რომელიც ძალიან და ეხლა შემოვედი დანკენში, სადაც თურმე რაღაც ახალი დონატებია. და ასევე ავიღე კაპუჩინო, რომელიც ძალიან დიდი ხანია არ დამილავია და ვინც მისცნობთ გეცოდინებათ, რომ ალბათ წელიწადში 3 ჯერ ვსვავ ყავას, მაგრამ ბოლო დროს გული დამთადეს. ეს არის კარამელის და შოკოლადის რაღაც ახალი დონატი, რომელსაც ყავს სიმჯო. მოვედი სახში. დიდი ხანია მოვედი სახში, უფრო სწორედ. დღეს მაქვს რაღაც შოპაჰოლიზმის მოზღვავება. თუ შოპაჰოლიკობის მოზღვავება. და მთელ დღე რაღაცებს ვყიდულობ. ხო, ის ყავა დავლიე. ის დონატიც შევჭამე. და დონატი რავი რა, დონატი იყო დიდი არაფერი. ყავად ყავა რა. ხო და რა თქვა? იცით რა მინდა. ხო, გამოვიწერე ფენი. დიფუზორიანი ფენი მინდოდა, იმიტომ რომ ეხლა მაქვს რაღაც ახირება, რომ მინდა ვცადო. როგორ გითხრათ? ანუ მე თავს ყოველთვის ვისტორებ. ეხლა მინდა რომ ვცადო, რომ ჩემ თავს მოუარო ისე როგორც ოდნავ ხველთმას ან ტალღოვანთმა სულიან რა. ანუ wavy hair care მინდა რომ გავაკეთო. რაღაც პროდუქტები გამოვიყენე, რომელსაც არ ვიყენებ და დიფუზორით გავიშრო. და მაინტერესებს რა გამოვიდა, როგორ გამოვიდა. ამისთვის დღეს გამოვიწერე დიფუზორიანი ფენი. და კიდევ მინდა რომ ის რაღაც ხვეულითმის გელი თუ ჟელე თუ რას არის, ეგინც რო ვიყიდო. გამომადგება? არ ვიცი. საჭიროა? არა. მინდა? კი. ამიტომაც ძალიან გამეცინება თუ ვაფშე არაფერი არ გამოვიდა და ფენის ტყუილ გამოვიწერე და ის პროდუქტების ტყუილ ვიყიდე, მაგრამ რას ისევ ხდება ხოლმე. ფენი მაინც გამომადგება, იმას კიდე რა ვიცი. ნუ მოკლედ ვნახოთ, წინასწარ არაფერს არ ვამბობ. კიდე რა მინდოდა? კიდე მინდა რომ ის გავაკეთო. Netflix-ის subscription-ი მინდა რომ გავაკეთო. და კიდე რა მინდა? საყურეების გამოწერა მინდა Amazon-დან. რატომ ვიწერ Amazon-დან საყურეებს? იმიტომ რომ ალერგია მაქვს ყველანაირ მეტალზე, გარდა იმ საყურეებისა, რომელსაც ვიწერ Amazon-დან, რომელიც არის nickel free, lead free, hypoallergenic და ასე შემდეგ. თუ იმე მიცით რომ თბილისში ან საერთოდ საქართველოში იყიდება მსგავსი საყურეები, გამაგებინეთ, იმიტომ რომ ხო ხვდებით რატომაც. მაგიტომ, ვისაც გაინტერესებს, თუ ვინმეს გაინტერესებთ ასევე ჩემი ყურის გახვეტის და უბრალოდ 3 ჯერ გახვეტის და შეხვედრების ისტორია, ასევე მოუყვები. სხვადასხვა კიდევ მინდა რომ დავიმატო, მაგრამ ისეთი ტრამვა მაქვს ყურების გახვეტიდან მიღებული, რომ ცოტა არ იყოს და ვერ ვბედავ და არც ვბედავ. კიდე რა მინდა? არა, კიდე რაღაც ის ყიდვა მინდოდა. ის ყიდვა მინდოდა. ესე მოვიწყდება ხოლმე. მოკეთ მეგობრებო, ახლა შევედი PSP-ს Facebook გვერდზე და მინდა რომ ნახოთ, რომ just now დაპოსტეს რაღაც ხვეული
არა ხო კულების, ტალღებისა და ხვეულების დასაფიქსირებელი რაღაც პროდუქტი და ეს ნიშანია? არის თუ არა ეს ნიშანი? მიმართავ გვანცას. გვანცა ნიშანია ეს? ხო და რა ვიცი. მოდი ვნახოთ ერთი რა არის. მოგესალმებით რამდენიმე საათის შემდეგ. ეს რამდენიმე საათი რას ვაკეთებდი? მაინც და მაინც არაფერს. ის თმის პროდუქტები ვიყიდე და პესპეს ლოკერშია. დღეს დამეზარა. უბრალოდ ხო რა დამეზარა ხალხო ძალიან აცივ და გათბობე ჩავრთე. ხო და კიდე რა Netflix-ით გავაქტიურე და უკვე რამდენიმე სერიალი და ფილმი რამდენიმე სერიალის და ფილმის ყურება დავგეგმე. კიდე რა ვქენი? ამეტი არაფერი რა ვიცი. ახლა უნდა მოვიმზადო და გაემზადეთ ჩემთან ერთად, იმიტომ რომ მივდივარ თანამშრომლების რა უცნაურია. თანამშრომლების სანახავად. დიახ, მეგობრებო, ეს დროც დადგა რომ მე თანამშრომლებთან ერთად მივდივარ სადღაც. ხო და ეხა არის 8 საათი დაიწყო და 9 საათზე უნდა ვიყო იქ. ნუ ეხა 9 საათზე რა 00 წუთზე არ უნდა ვიყო, მაგრამ დაახლოებით მაგ დროს ვიკრიბებით. მე ალბათ მაინც 9 საათზე რა 00 წუთზე ვიქნები. ან არ ვიცი, გაჩნია როგორ გავიმზადებ. კიდევ ისე თქმა მინდა. ხო დღეს წესით უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი, მაგრამ არ ვიცი რატომღაც ორი ლექცია სემინარის მაგივრად ერთი უნდა მქონოდა და ამ ხელგაზრდას წასვლა ამ სიცივეში გადავწყვიტე რომ არ იყო კარგი გამოსავალი და თავს მოუწყვე, ასე ვთქვათ, უქმე დღე. ხო, სულ ეს არის და ახლა მოვიფიქროთ რა უნდა ჩავიცვა და ასე შემდეგ. თმა ალბათ უნდა ავიწიო, იმიტომ რომ საზღვრუ ანუ ცუდად მაქვს და გასწორების ნერვი, თავი და ასე შემდეგ არ მაქვს. ხო, რაც შეეხება ასევე აპდეიტს გაკეთებთ. გეხსოვმებათ ალბათ ჩემი წინა ვიდეოდან ეს წიგნი რომ ვიყიდე და ვარ აი აქ. ანუ დამრჩა აი ეს. კარგია, მაგრამ რო გითხრა, ანუ ჯერ ვერ ხვდები საით მიდის სიმართლე გითხრათ. რითი მაქვს მონიშნული გთხოვთ. არა და უამრავი სანიშნი ადამიანური სანიშნი მომეპოვება, მაგრამ ყოველთვის რაც ხელში მიხვდება, გამიგებთ ადამიანები, ვინც წიგნებს კითხულობთ. ხო და ანუ კარგია, უბრალოდ არ გადავირია ჯერჯერობით და აი თუ აი აქ გადავირევი აუცილებლად გაგგებინებთ. ნუ ხა მე ვინ ვარ ჰერმან ჰესეზე არ გადავირიეთ ხო რომ ვთქვა, მაგრამ ნუ მაინც ჩემი აზრია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რომელიღაც Facebook ჯგუფში ერთ-ერთი ადამიანი კითხულობდა, რომ ამ წიგნის შესახებ მითხარითო და ისეთი ზე აღმატებული შეფასება დაუწერა ვიღაც ადამიანმა, რომ მეც ესეთი წინასწარ-განწყობა მქონდა. მაგრამ რა იცით რა ხდება, იქნება აი აქ მოხდეს სასწაული. ხო, აი ამ დაგიმშვიდობებით რამდენი ვილაპარაკე და ახლა გაემზადეთ ჩემთან ერთად. ასე რომ ხო მოკეჟის გაკეთების პროფესიონალი არა ვარ.
ჩემგან მე მგონი ვერაფერს ისწავლით ახალს. ეჭვი მაქვს რომ თმასთან ბრძოლა მომიწევს დღეს და ბოლოს მაინც თმა მომიგებს. იმიტომ რომ ოდის თმა არის ხოლმე გამარჯვებული ამ ბრძოლაში. აი მეგობრებო, გამოვიყურები ასე. ჟორას ხო ჟორას. ახლა იწერო გოგოიდა მოგესალმებით მეგობრებო დღეს ჩვენ ვართ რადიო სიტიში ჩვენი ახალი მია ზურაბი და აქ არის ჩვენი წვეთის თანამშრომელი ანანა ჩემი დაქალი ჯოჯონა და კოჯონა და ახტელები რო გითხრათ როგორია იმათ პრესენს ძალიან კარგი არის თეოს გარეშე მუშაობა მინდა გითხრათ ვაიში წესოდა მე და თეოს გარეშე მუშაობა მიხარია ისო და ისო კაი მე თვალყარაკა გაბა მათი და ისო გითხრა როგორია ფრენჩის ბარისობა ხალხი არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ამიტომ კარგია ბოლო 5 თვეა განსაკუთრებულად ბედნიერია იმიტომ რომ მე მუშაობ როგორი თანამშრომელი ვარ მე გაჩა სიტუაციას რა გაჩა ხას თუ ნაჭამი ხარ მაშინ კარგი არა თუ გამოდინებული ეგეც კარგი ისე არა ყაჩა ანუ აკითხოთ მენეჯერი მიზის გვერდით შერვეში გიავატოსი ეს გიყვარს მარტო კაი გარეთ არ მეშინია მაგრამ სამსახურში რამე თუ შემეშლება მაგრამ აღარ მეშლება ვატო თუ დააკვირდი რაღაცები აღარ მეშლება თქვი რაფერი რა თქვენ ხოში ლუჩა გოგო ან თეონაც წამოგამეძრებთ თავს მაგრამ ჩემი ლობი თორია ჩემი ბოდო ეხა YouTube-ზე უნდა დადაესვიდეო დაგასაბსკრაიბეთ და გამოვიწერეთ კაი